ვით თამარი. რატომღაც აქ ინტერნეტი არ არის კარგი? ერთი წუთით ნახოთ აბა. ინტერნეტი ქრება მეგობრებო და გუშინ უკვე ჩავწერე ვიდეო იმ საკითხებთან დაკავშირებით, რაც დღევანდელ სოციალურ სფეროში აქტუალურია და არაერთი გიჟური თემა გაჟღერდა, ასევე მინდა გავაჟღერო ის საკითხი, რაც ეხლა უნდა გავაჟღერო. მაგალითად, გველუკების დათესილი აშკარად ღვივდება, გაღივდა უკვე და ნაყოფიც გამოიღო და რა არის ეს გველუკების დათესილი. რამდენიმე სკრინშოტს წარგიდგენთ და ამ რამდენიმე სკრინშოტიდან მე ვისაუბრებ რეალურ თემებზე. ეს არის სკრინშოტი იმ პოსტისა, რომელიც დავპოსტე და შემდეგ აი ამ პოსტის შემდეგ ჩემს Facebook სამეგობრო წრეში მოყვა ასეთი ამბავი. იმის გამო რომ რამდენიმეს გაუკვირდა როგორც 13 წელი მიუსაჯეს 16 წლის საწყალ გოგოს და ამაზე ვიკითხე რა თქმა უნდა რომ რა რის გამო იმის გამო რაც გააკეთა მეთქი და კიდევ უფრო მეტიც უნდა მიესაჯათ თქო რაზეც შემდეგ მოყვა ესეთი უცნაური ფრაზები ნეტა მართლა სასაცილო იყოს მეთქი ეს საქმე თქო მაგრამ საქმე იმაშია რომ საინტერესო რა არის იცი აი თქვენ Paradise-ისგან არ ვიცი ამ ადამიანს არც ვიცი ვიცნობ თუ არა პირადში მართალი გითხრათ მაგრამ სამეგობრო წრეში მყავს და ამ Paradise-ის სამეგობროც ძალიან უცნაურ კომენტარებს აკეთებს და აი ზუსტად თამარ მეფით მინდა დავიწყო რა თქვენ ნამდვილად ჩვენი მეფე უნდა იყოთ აი მანდ მოგვეტყნებოდა ყველას დედის ტრაკიო რა და ფრთხილად იყავით პასუხობ ხუმრობით ფრთხილად იყავით მართლა გიგას მსგავსად არ გაგიჩალიჩოს რამე მეთქი რა გაგიჩალიჩდეს რამე თქო და ამაზე მე ნინო პაიჭაძე წერს მას მიყვარხარ Paradise არ ვიცი რის გამო უყვარს რა ვიცი ეთყობა შეყვარებულები არიან მართალი გითხრათ ნამდვილად არ ვიცი მაგრამ რეალურად აი აქ შეიძლება ადამიანმა იფიქროს რომ რადგან ყბენა არის აქ თამარ მეფეზე მას ამის გამოც უყვარს ხო და ამიტომაც მე ვაკომენტარებ ასეთ რამეს რომ თამარ მეფე მაგრად არ გევასებად სასტავს როგორც გამოდის ჩინში თქო ეთყობა სადღაც რაღაც კარმულია თქო და აი ამ თემაზე მინდა ვისაუბრო მეგობრებო ვაფშე რა შუაშია დღევანდელ დღეობასა თამარ მეფე დღევანდელ იმ საკითხთან რა შუაშია თამარ მეფე და ამ გველების სისინის დაწყებასთან რა კავშირშია თამარ მეფე და რა კავშირში ვარ მე თამარ მეფესთან იმასაც ვიტყვი და ეს სასტავი რატომ არის ესე აკრეფილი თამარ მეფის გამო რადგან მე დავირქვი ეს სახელი მეგობრებო თქვენ იცით ალბათ რომ გაგეგებათ თქვენ რომ რამდენიმე წლის წინ მე და კურსი გავიარე გველუკაშვილი მალხაზთან და გველუკაშვილი მალხაზის თქმით რადგან იგი იჭვრიტება სევდოთ იჭვრიტება შორეულ სამყაროში და ასე შემდეგ მას რამდენიმე რჩევა მისგან რამდენიმე რჩევა ავიღე აი ამ ფენომენთან რა ფენომენია ის რომ თამარსაც და მეც მსგავსი ხალები გვაქვს და მსგავსად გავართ და მსგავსი დამთხოვები და ასე შემდეგ რაზეც ძირითადად პასუხი არ გამცა რადგან როგორც დაპროგრამებული იყო ისე გამცა პასუხი და რეალურად მე მისთვის მოვხდი ამ საკითხის გამო მოვხდი თავად გველუკაშვილთან
სადაც გავიცანი ქალბატონი ნინო პაიჭაძე. როგორც ჩვენ ძალიან შეწუხებულია იმ საკითხით, რომ 16 წლის არამზადა გოგო დააკავეს 13 წლით, რაც ძალიან ცოტა არის ჩემი აზრით. რაც ეხლა მინდა რომ გითხრათ, არის თამარ მეფის დროის მე-12 საუკუნის სარკე იმ დღეებში, სადაც როგორც მაშინ ისე დღეს, როგორც დღეს, ისე მე-12 საუკუნეში, ისევე პირველ საუკუნეში იყო უსამართლობები, ძალიან დიდი, ესე იგი, არამართალი ხალხის ზეიმი იყო, რაც თამარ მეფემ პირდაპირ გენიალურად მოაგვარა და ებრძოლა იმ საკითხებს, რომ გამოსულიყო ჩინში ყველა ის საკითხი, რომელიც საკითხიც გამოვიდა მე-12 საუკუნეში და რის ნიადაგზეც დაიწყო რეალურად გაბრწყინება. ვისაც არ ესმის ხელი უთო გავთხარე მათ ხახაშიო. ეხლა ამაზეც მოგდებენ შარს, დამნაშავია ამას რო იძახისო. რეალურად რაც თამარ მეფემ და როგორც თამარ მეფემ მოახერხა, აი ეხლა ეს უნდა მოგიყვეთ და დაიშოკებით, რეალურად მართლა ძალიან დაიშოკებით. რასაც ეხლა მოგიყვებით, შოკში ჩაგაგდებთ, ეკრანებიდან მოაშორეთ 18 წელზე დაბლა ადამიანები, ბავშვები თუ თინეიჯერები. რა შუაშია დღევანდელი დღე და რითი გამოიღო თამარმა ის ნაყოფი, რომელიც გამოიღო და რომელსაც ქვია ოქროს ხანა. არანაკლები სისასტიკე მიმდინარეობდა დედებისა და ბავშვების წინააღმდეგ თამარ მეფის დროში, რასაც არავინ არ გვესაუბრება და არავინ არ გველაპარაკება, არც ისტორიაში წერია და არც ჩვენი უწმინდეს უნეტარესი საზოგადოება ამას არ გვიყვება, თუმცა მე გეტყვით, რომ თამარ მეფე პირდაპირ დედებისა და ბავშვების თვის იბრძოდა, რაც დღეს უკვე ჩინში გამოდის, როგორ სისასტიკით ექცეოდა ეკლესია თუნდაც ქალბატონ სოფო ბიბილაშვილს და ეს გაირკვევა ძალიან მალე, ვინ ვისაფარებს მათ ხელს და რა მოხდა, როგორ მოსტაცეს დედას შვილი შავ ანაფორიანებმა. უпростоროდ ყავყორნებმა. თამარ მეფის პერიოდი არის პერიოდი, სადაც ვინ, როგორ, რანაირად არ ვიცით, როგორ ბრწყინდება. ჩვენ ერთადერთი ვიცით, რომ გამეფებენ 21 წლის გოგოს, პატარა გოგოს, რომელიც 4 წელი მამამისთან ერთად არის, პირველი გამეფების დღეს თამარ მეფის დედა კვდება და მეორე გამეფების დღეს რამდენიმე დღით ადრე არის მკვდარი მისი მამა. ეხლა რა ხდება რა, საერთოდ ვინ მოიგონა, რომ თამარ მეფე უნდა გამეფებულიყო, ვინ მოიფიქრა ეს? ამას რომ მოფიქრება უნდა და წარმოიდგინეთ ეხლა, რომ ეს ისეთი რამე იყო, რომ დღეს რომ მოვიფიქროთ, რომ მოდი პატრიარქად დავსვათ ქალი. ეს სენსაციური თემა იყო. და ამას არც ერთი მამაკაცი არ მოიფიქრებდა, იმიტომ რომ გამოჩინდა რაც იყო. არც ერთი მამაკაცი ამას არ მოიფიქრებდა და მით უმეტეს გიორგი მესამე. რომ მისი ქალიშვილი დაესვათ მეფეთ. გამოჩინდა საათი, იცით მეგობრებო. ჯერ გიორგი მესამეს ხომ სრულიად ორბელთა საზოგადოება წინააღმდა დემნაუფლის წულის გამეფების გამო. შემდეგ, რა თქმა უნდა, ორბელების საზოგადოება ამას ვერ მოიფიქრებდა. გიორგი მესამე კიდე თავისი არსით იმას ვერ მოიფიქრებდა, რომ თავისი ქალიშვილი უნდა დაესვათ ძედ კი არა და მეფეთ. და როდესაც თამარ მეფე გამეფდება, მიუხედავად იმისა, რომ დემნაუფლის წულს თვალებს დასწრის, სრულიად სამოციქულო ეკლესია და დაასაჭურისებს და არა გიორგი მესამე, სრულიად სამოციქულო ეკლესია, თამარ მეფეს ამეფებენ შემდეგ ვინები არ ვიცი. გიორგი მესამე? არ არსებობს მსგავსი რამ. სრულიად სამოციქულო საპატრიარქო იმდროინდელი და კაცთა საზოგადოება, მამაკაცთა პოლიტიკური საზოგადოება აღუდგება თამარ წინ და პირდაპირ კარავს დადგავენ, ესე იგი, რომ ჩვენ ქალი მეფედ არ გვჭირდება რა. ვაფშე ვინ არის ეს მათხოჯი ქალი?
ეხლა ჩვენ თამარ მეფეს აღვიქვათ წმინდანად, მაგრამ იმ პერიოდში თამარ მეფე ეზიზღებოდა ყველას. ვინც კი მამაკაცი იყო, ვინც კი ქალი იყო, თამარ მეფე ყველას ეზიზღებოდა, დამერწმუნე თამაში რა. თუ არ ეზიზღებოდა, ეცოდებოდა. და ვინ იყო ამის უკან, ვინ იდგა ამის უკან, ვაფშე ვინ მოიფიქრა, რომ თამარ მეფე უნდა გამეფებულიყო. და ვინ იყო, ქონდა მის სიტყვას ძალა და თუ ქონდა, როგორ ქონდა მის სიტყვას ძალა, საინტერესოა, ხო? მოდი ახლა განვიხილოთ თუ ვინ არის ის ქალბატონი, რომელიც ამ საქმეების უკან დგას და ამ საქმეების დამთესია და შემდეგ ნაყოფის მომცემიც არის და ჩვენ ვიცით, რომ ეს ნაყოფი როგორც განვითარდა თამარ მეფის გამეფება, ისევე დასრულდა. ძალიან სასტიკად. და თამარ მეფე როგორც ესეთი მეწამულის როლში უნდა იყოს და არა როგორც წმინდანის მეფის როლში. არა მეგობრებო, მეწამულია თამარი, დამერწმუნე და ეხლა მოგიყვებით თუ როგორ იწამა თამარმა ამდენი 20 წლის განმავლობაში, სანამ მისით თამაშობდნენ და სანამ მას უხდებოდა თავისი როგორც სიტყვის, ისე როგორც პიროვნების, ისევე როგორც იმ სინათლეების დამკვიდრება, იმ საზოგადოებაში, სადაც იყვნენ ქაჯები, როგორც დღეს. როგორც დღეს არიან ქაჯები და ამოტრიალებული აქვს სრულად ის სიმართლე, ტყუილები და ტყუილებია ამოწეული როგორც სიმართლე და სიმართლე როგორც ჩაძირული და კარგად დასაჭურისებული. ვინ იყო ის ქალი და როგორ მოახერხა იმ ქალმა, რომ თამარ მეფისთვის მიეცა ის სტატუსი, რომ ის შეიძლებოდა გამხდარიყო მეფე. და ვიღაცამ კითხა დემნასად და რუსუდანზეც ილაპარაკეო თამარო, კარგი კითხვა დაგიშესო. მე იცი რამდენი მაგ ამაზე ნალაპარაკი, უბრალოდ თქვენ ეხლა დამინახეთ, მაგრამ მაინც ჩაგიგდეთ და ჩაგიგდებთ აქ ლინკს იმ პლეილისტისა, სადაც მე თამარის ამ საკითხებზე ვსაუბრობ და საერთოდ როგორ გახდა თამარი, ვინ იყო და რა საცოდავი ადამიანი იყო თამარი იმ პერიოდში, თავისივე სიცოცხლეში. როგორც ბერი გაბრიელი თავისივე სიცოცხლეში აწამეს, ისე თამარი თავისივე სიცოცხლეში აწამეს. და ამიტომაც მე ნამუსმა შეაწუხა და წმინდანად შერაცხა საგველეთის წარმომადგენლობა მართლმადიდებლურად წოდებულმა ყვალყორნების შავკაბიანებმა. ეხლა რა ხდება მეგობრებო, რუსუდანი გიორგი მესამის და ორჯერ თუ არა სამჯერ დაქვრივებული პირი ჩამოდის საქართველოში ბრუნდება უკან. და ამ დროს თამარ მეფის პერიოდი, თამარი ამ დროს ბავშვია, მისი დედა უჭკვიანესი ქალი და უსათნოესი ქალი ბურდუხანი და მისი მამა გიორგი მესამე კარგად არიან ერთმანეთში, მშვენივრად მოკლედ ზრუნავენ თამარზე, მაგრამ არის ესეთი მომენტი, რომ რუსუდანი სამჯერ დაქვრივებული ქალი, რომელმაც არაჩვეულებრივად იცის აღმოსავლური ჯადოქრობა, არაჩვეულებრივად იცის მაგია და სიზაზიზღრეები, რომ რაც კი შეიძლება ადამიანმა იცოდეს, საუკეთესოდ იცის. ჩამოიტანა საქართველოში ეს ცოდნა და კიდევაც დაამკვიდრა და მისი ხელთ არის დემნა უფლისწული თამარ მეფე, თამარ ბაგრატიონი, ესე წოდებული, ბაგრატოვანად წოდებული, დავით სოსლანი და ასე შემდეგ მის ხელთ იზრდება. ანუ ძიძად არის დაყენებული და ასწავლის აი ამ ხალხს, ამ საზოგადოებას, თუ რა ცოდნაც აქვს, გინდა ენებს, გინდა თავის მშკიბაობებს. დადგა საკითხი, გიორგი მესამის რადგან ბიჭი არ ყავს, ძალიან საინტერესო საკითხი იყო, ყავდა თუ არა მართლა, იმიტომ რომ ამბობენ, რომ თამარ მეფეს ყავდა ძმაც, რომელიც ძმაც დაიღუპა დიდი ჭიის გამო, რადგან დიდი ჭია უპოვეს მას მუცელში. და
აქ უკვე ითესება ეჭვი, აი როგორც ქალბატონი სოფო ბიბილაშვილის საკითხი ეხლა მიმდინარეობს გამოძიებაში, ისე მე ვიძიებდი ამ საკითხებს, იყო თუ არა აქ მამიდა კავშირში საერთოდ, აი ამ თუნდაც თამარ მეფის ძმის მკვლელობასთან ბავშვობის ასაკშივე, თუნდაც თამარ მეფის გამეფებასთან და თუნდაც თამარ მეფის მკვლელობასთან ბოლოს. და მინდა გითხრათ, რომ დიახ, იყო კავშირში, ძალიან დიდ კავშირში და ეხლა მოგიყვებით რა კავშირში იყო ეს ქალი. რუსუდანი ძალაუფლების სიყვარულით შეპყრობილი ქალი, რომელიც პირდაპირ მნიშვნელობით ყველაფერს ატრიალებს იმ საზოგადოებაში, მოჩხიბული ყავს სრულიად 60 ქულო ეკლესია, ისევე როგორც ყველა ის პირი, რომელიც სამეფო კარზეა, მათ შორის თამარიც და მისი ერთი დიდი სუსტი წერტილი არის მისი ლოვერი. შემოდით. მისი ლოვერი, რომელიც შემდეგ ეგრეთ წოდებულ თამარის პირადმცველად ხდება. ხო, ზაქარია მხარგრძელზე მაქვს მე საუბარი. და ვინ არის ზაქარია მხარგრძელი და ვინ არის თამარი? რამე თუ გავაჟღერე ისიც, რომ ზაქარია მხარგრძელი იყო თამარ მეფის მესამე ქმარი. და რატომ იყო? თუ იყო რუსუდანის ლოვერი, თამარ მეფის ქმარი როგორღა გახდა, ხო? საინტერესოა. რუსუდანი თამარ მეფის გარდაცვალების შემდეგ 13 წლის მერე დაიღუპა. რას აკეთებს ეს რუსუდანი? რუსუდანი აკეთებს ესეთ საკითხებს, რომ სრულიად საზოგადოების მნიშვნელოვანი პირები, ვისაც ხელთება რა ძალაუფლება, ესენი იყვნენ სასულიერო პირები, მათ გონებაში აღწევს და ჩხიბავს, ყველას ჩხიბავს, ისევე როგორც დღეს შორენა თეთრუაშვილი. ხო, და აბსოლუტურ ზეგავლენის ქვეშ ამყოფებს სრულიად სამოციქულო ეკლესიას და აბსოლუტურ ძალაუფლებას ფლობს ეს ქალი დღეს საქართველოში, რო იცოდეთ. ყველაზე პირველი პირი, ვისაც შეიძლება მივადგეთ, არის შორენა თეთრუაშვილი და ვისაც შეიძლება მოვკითხოთ საქართველოს ეს უმსგავსოებები, რაც ხდება. იმიტომ რომ მისი დათესილია ეს ყველაფერი, თუმცა მტკიცებულებებით თქვენ მას ვერ დაუმტკიცებთ, იმიტომ რომ ისე კარგად ახერხებს ამ ყველაფრის დაფარვას და დამალვას, როგორც რუსუდანი მე-12 საუკუნეში და რავის არ გონია, რომ რუსუდანის ბრალია ის ყველაფერი, რაც თამარს გადახდა იმ საცოდავ ქალს. ეხლა არავინ არ მითხრას, რომ საცოდავს როგორ ამბობ ჩვენ წმინდან მეფეზეო და გაიგე რისგან იყო წმინდანი და მერე ილაპარაკე და მერე დასვი ეს კითხვები იმხელა ტანჯვა გაავლევინებს ქალს, რომ საბოლოოდ მე პირდაპირ გეტყვით იმ საკითხს, რომ ბოლოს კიდურებიც კი მოაჭრე, მოკვეთეს. და ალბათ ეს თქვენთვის შოკი იქნება, რომ როგორ და ესე როგორც მოგიყვებით ეხლა ისე. მომისმინეთ კარგად. თამარ მეფე ყველაზე უსუსური ქალი იყო თავის დროზე მე-12 საუკუნეში. ყველაზე უსუსური, ყველაზე საცოდავი, ყველაზე ძლიერი ქალი იყო. ანუ სულით ძლიერი, ხოლო ყველაზე უსუსური თავის ძალაუფლებაში. ყველაზე სიტყვის უნარო თავის ძალაუფლებაში, ხოლო ყველაზე სიტყვის ძალის პატრონი თავის სულიერებაში. ანუ ორი პარადოქსული თემაა, თან უსუსური, თან ძლიერი, აი როგორ ეხლა, ხო? და ეხლავე აგიხსნით როგორ. თამარ მეფის გამეფება იწყება ასე. დაეღუპება მამა, უსაყვარლესი მამა, რომელზეც მზედამთვარი ამოსდიოდა და მისგან სწავლობდა ყველაფერს და ის იყო მისთვის ყველაფერი, როგორც ესე იგი სამაგალითო პირი რო იძახიან ხოლმე და რა თქმა უნდა ეს უკვე 4 წელია მასთან ერთად როგორც მოსაყდრე ისე სწავლობდა და ამ დროს თამარ მეფეს საერთოდ არანაირი სურვილი არ აქვს რომ მეფე გახდეს ან მსგავსი საკითხები განიხილოს და მოიხსნის ამ გვირგვინს რომელიც დროებით ედო თავზე და იტყვის რომ მე არ მაქვს ამის სურვილი რომ მეფე ვიყო გადადგება ჩაითმევს ძაძებს და გლოვობს ქალი, რომელსაც გველივით შეუძვრება რუსუდან დედოფალი ვითომ და საპატრიარქოს პირებიდან დაპროგრამებული, არა პირიქით,
და კეთილი და ტკბილი სიტყვით გველს ხვრელიდან მოიყვანზე ნათქმელად მოუბარიო, რო არის ნათქვამი ვეფხის ყავასანში, უძვრება თამარს პირდაპირ გონებაში და აჯადოვებს, არ ვიცი რით, და აჯერებს იმაში, რომ ეს უნდა გახდეს მეფე, სხვანაირად არ გამოვა. და თამარი, რადგან მისი გაზრდილი იყო, მისდამი პატივისცემა ჰქონდა, მისდამი რიდი ჰქონდა, მისდამი რა ვიცი რა ჰქონდა, დედასავით ყავდა, რუსუდანის სიტყვას ითვალისწინებს და მიუხედავად იმისა, თავისი სურვილისა და ნების წინააღმდეგ მიდის, რუსუდან დამპალი ქალის, აი პირდაპირ ვიტყვი, რომ ეს იყო სულით გახრწნილი ქალი, რომელიც პირდაპირ თამარს როგორც შესაწირს ისე უყურებს და როგორც მის მარიონეტს ისე უყურებს და როგორც არ ვიცი, აი სულით გახრწნილები რასაც აკეთებენ, მსგავსად ჩადის. და აქ იწყება თამარის ტანჯვა. აქ იწყება 20 წლიანი თამარის უსასტიკესი ტანჯვა. რა თქმა უნდა, ეხლა ვიღაცა ითქვის, რომ კარავი დადგეს კაცებმა და თამარი ისეთი ძლიერი იყო 21-24 წლის პატარა გოგო, ვინ შეხედავდა საერთოდ მის სიტყვას, ან რატო გაითვალისწინებდნენ მის სიტყვას, რუსუდან ქაჯის მოგვარებული რო არ იყოს ეს საკითხები და რა თქმა უნდა თამარი ისევ და ისევ იჭხლიტება იმ საკითხში, რომ აქეთ ესენი ლანძღავენ და აგინებენ ეს კაცები, რომლებიც ამბობენ, რომ ეს ამის გამო მოკვდა დემნა, ამან რა უნდა ქნას 24 წლის პატარა ღლაპმა ქალმა, ისტორიას არ ახსოვს ქალი მეფედ და აქეთ რუსუდანი თავის ინტერესების დამცველი, სრულიად სამოციქულო ეკლესიის მმართველი, უურჩხულესი ქალი თამარ მეფეს ამყოფებს იმ წნეხში, რომ აქედან ლანძღავენ და აქედან კიდე ვითომ ხარში უდგანან, რომ თამარ მეფედ დარჩეს და მის სიტყვას ძალა ჰქონდეს და მისი სიტყვა კანონი იყოს. რა თქმა უნდა, მოგვარდება ეს საკითხი ადვილად, იმიტომ რომ სრულიად სამოციქულო ეკლესია იყო ამის უკან და თამარ მეფე ისევ და ისევ რჩება ვითომ და მეფე. ვითომ და მეფე, იმიტომ რომ პირდაპირ გეტყვით რა, თამარ მეფის ხო დედა. ეს რომელი ქვარი? ეს არ არის ქვა დედიკო, ეს შუშა. ხო დედა. თამარ მეფის სიტყვა რომ ვინმესთვის რამე მნიშვნელოვანი ყოფილიყო, აი ეხლა მე თქვენ გკითხავთ ერთ რამეს და გამეცით ყველამ პასუხი, ვინც უყურებთ რა. მე-12 საუკუნეში, როდესაც გადაწყდა გრიგორიანული და მართლმადიდებლური საეპისკოპოსების ჯახი, რომ ძაღლებზე გადაწყდა და ძაღლებს გადააწყვეტინეს ის საკითხი, რომელის ღმერთი უფრო მართალი იყო, მონოტონების თუ დიოფიზიტების, ხო? მონოფიზიტების თუ დიოფიზიტების. მეფე უდგათ ძაღლების გვერდით. წარმოიდგინეთ თქვენი თავი უბრალოდ ეხლა ამ ვითარებაში რა, დედასპიცა ვარ, მაგარი გთხილშავთ ყველას, ვინც ვერ წარმოიდგენს თავს. მეფე ხარ, წარმოიდგინე მეფე ხარ. სრულიად სამოციქულო ეკლესია შენ სიტყვას და ხედავს ვითომ რა, რომ ვითომ ასეთია თამარი და ვითომ ისეთი წმინდანია და ვითომ ასეთი ძლიერია, ქალია და ლეკვილომისა სწორია და ასე შემდეგ. და ამ დროს თამარ მეფე გიზის იქ და შენ ძაღლებს უძახი, რომ მოდით აქ და მითხარით, რომელი ღმერთი უფრო მართალიაო ბიჭო, აი თქვენ ეხა თქვენ თავს თუ წარმოიდგენთ თამარ მეფის ადგილზე, რა დამაკნინებელია ეს ვითარება, თქვენ აღარ იტყვით იმას, რომ თამარ მეფე
ერთ დროს ისეთი ძლიერი იყო, რომ მთებს დგავდა, დიახ, დგავდა ოღონდ სხვანაირად და გეტყვით, მოგიყვებით მაგასაც როგორც რა. არა იმიტომ, რომ ხალხი მას პატივსცემდა, არა იმიტომ, რომ ხალხის სიტყვა, მისი სიტყვა ხალხში შიშს და იმას იწვევდა პატივისცემას, არამედ პირიქით თამარმა ყველაფერი გააკეთა იმისათვის, რომ თამარის სიტყვა გაეგოთ და ბოლოს მოკლეს. ეხლა კარგად მომისმინეთ რა, მეფე ხართ და დგახართ 60 ქულო ეკლესია გრიგორიანულიც და მართლმადიდებლურიც დგას და ფეხს ეკიდიხარ. ძაღლებს ეკითხება ვინ არის, რომელია სწორი ღმერთი. ფეხზე კიდიხარ, ბიჭო, ფეხზეც არ კიდიხარ. ძაღლები უფრო წინ გიყენია, ძაღლათაც არ ჩააგეს თამარ. აქ ჩანს, რომ თამარს ძაღლათაც არ აგდებდნენ, ბიჭო. ეს გამონათქვამი მე-12 საუკუნიდან არის, მე ესე მგონია რა. ძაღლათაც არ ჩააგდეს თამარი. არავინ არ მითხრას, რომ თამარის სიტყვას იქ ვინმე ითვალისწინებდა, ან რამე პატივსცემდა. წარმოიდგინე მეფე ხარ და ძაღლად არ გაგდებენ. ეს არის დიდი სატანჯველი, რო იცოდეთ რა. ჩვენ ვიცნობთ თამარს, გაკულტებულ თამარს. ჩვენ ვიცნობთ იმ თამარს, რომლისგანაც ამოკრიფეს ყველაზე საუკეთესო მომენტები და ჩაგვიტენეს ტვინში, რომ აი რა მაგარი იყო თამარი და როგორ პატივსცემდნენ. თამარს პატივს კი არა, აწამებდნენ, ბიჭო, ჯერ მარტო ეპისკოპოსი როცა მოეხუშურიანებოდა თუ რა ქვია მაგას, მოეხურუშიანებოდა, როცა უნდა და მაშინ შეეძლო თამართან შესულიყო და მაშინ ეხმარა თამარი. და ბოდიში ეხლა თუ ვიღაცას რაღაცა ვაწყინინე რა, თამარს არც ხვენია ამ თემების, პირიქით, ჩინში უნდა გამოვიდეს ყველა თემა. რატომ აკეთებდა ამას რუსუდანი? იმიტომ რომ თავისი ძალაუფლებაზე კარგად იყო მომჯდარი. რა, მე რა რომ თამარი დგას მარიონეტად, თვითონ არის მართველი. და ვიღაცა იტყვის, რომ ეხლა ესე იგი რუსუდანის გაბწყინებულია საქართველო? არა. არც რუსუდანის გამეფებულია და არც არავის გამეფებულია, თუ არა ისევ ზეციური ჩარევა არ მომხდარიყო აქ. ამასობაში, როდესაც თამარ მეფე ამხელა ტანჯობს გადის, მასთან არავის არ უშვებენ, მას არსად არ უშვებენ, დატყვევებულია როგორც ჩიტი ოქროს გალიაში. ესე იგი, აქორწინებენ იმას, ვიზეც სურთ და აჩენინებენ შვილებს როგორც სურთ და შემდეგ ამ შვილებს რას უშვებიან ღმერთმა იცის, სანამ დავითს გაყვება ცოლად. და საბოლოო ჯამში თამარ მეფე არ გიждდება. აი ყველაზე დიდი, ყველაზე ძლიერი მდგომარეობა რაშიც თამართან გამოიხატება ის, რომ ამ ვითარებაში თამარი ინარჩუნებს თავის სრულ გამჭრიახობას და იწყებს ანბანში ქექვას. და თამარი ხდება ნაცარქექია. ეს არის ერთადერთი, რომელიც თამარს აჩვენებს პირდაპირ გზას, თუ როგორ მოიპოვოს სიტყვის ძალა და ვისგან მოიპოვოს სიტყვის ძალა. სად მოიპოვოს სიტყვის ძალა და რით მოიპოვოს სიტყვის ძალა. და საბოლოო ჯამში ამას ახერხებს, თუმცა შემდეგ ისევ და ისევ თამარს, ისევ და ისევ რუსუდან ქაჯის, ალქაჯის წარმომადგენლები წამლავენ და თამარ მეფეს ბოლოს ისე როგორც მის პიროვნებას, რომელიც ერთადერთი იყო, ვინც იცავდა თამარს და ვისაც თამარის დაცვა შეეძლო, ერთადერთი პირი იყო იმ საზოგადოებაში. წარმოგიდგენიათ, ერთადერთი პირი იყო იმ საზოგადოებაში, ვისაც თამარზე ოდნავ შესტკიოდა გული რა. ეს იყო არა დავითი. დავითი იყო რუსუდანის ჯადოქრობის ქვეშ მოჩხიბული ადამიანი. მას არ ჰქონდა არანაირი პიროვნული გადაწყვეტილების უფლება მას არ ჰქონდა. მიუხედავად ისე, რომ მეფის ქმარი იყო. ის იყო რუსუდანის ზეგავლენის ქვეშ. თამარმა იხსნა თავი რუსუდანის ჯადოქრობის ზეგავლენის
ქვეშიდან გამოსვლაში. იხსნა თავი. მაგრამ დავითმა ვერ იხსნა თავი. და ვერც იმ საზოგადოების ვერც ერთმა ნაწილმა ვერ იხსნა თავი ზაქარიასა და თამარის გარდა. აი ხლა მე თქვენ ამ ადამიანებს დაგიყენებთ წინ? ძალიან შორს არის ეს. როგორ შეიძლება მოვძებნო? კაი, ცოტა ჩავსკროლავ, ცოტა უნდა დამელოდოთ. და მანამდე ვილაპარაკებ, ეხლა არ ვიცი თქვენ ხედავთ ალბათ, ხო? მე ვილაპარაკებ სანამ ვიპოვი იმათ სურათს, ხო? თამარ მეფე რომ დავირქვი ხალხო, ეს იცით რატომ დავირქვი? ეს არის ჩემი დიდი პატივისცემა იმ საცოდავი ადამიანისა, რომელიც შემდეგ მოიპოვებს სულიერ იმ ხელას იდიადეს, რომ დღემდე ხალხს არ ავიწყდება თამარი და დღემდე იმის მაგივრად რომ განელდეს მასე საუბარი უფრო და უფრო დიდდება და დიდდება და მან ეს მიხვდა და დაინახა ჩემში რომ ამ ხელა პატივისცემა მაქვს მის მიმართ ამ ხელა ტკივილებში გავუგე მას და ჩავედი მის უსასტიკეს ტკივილებში და ამიტომაც მან გამიცხადა მისი სამყოფელი თუ სად იმყოფება თამარ მეფე და მე თქვენ ეს გაგიცხადეთ მან მას რომ არა მე ეს საკითხი არ გამიცხადდებოდა არავინ არ მაჩვენებდა მე თამარ მეფის ადგილს სამყოფელს არც დაფარული და არც დაუფარავი პირი სად არის ახლა ეს რა ქონდა იყოს სადღაც ამიტომ მე ვფიქრობ ესეთ რამეს რა ვიდრე თქვენ გველუკას ოინებს მოისმენდეთ მაგრად არ ევასებოდა გველუკაშვილს რომ მე ამ საკითხს ვიძიებდი მაგრად არ ევასებოდა აუ ვერ ვნახე მაგრამ წესით აქ უნდა იყოს აუ მინდა რომ ვნახო რა მაპოვნინე რა გთხოვ რა მაპოვნინე ღმერთო რატო წაიშალა აქ არ იყო კაი ვერ ვიპოვე მაგრამ თუ ცოტას ჩასკროლოთ ჩემს Facebook გვერდზე იქ დავპოსტე რატომ იყო გასაიდუმლოებული თამარ მეფისა და ზაქარია მხარგრძელის ამბავი და იქ დავპოსტე მათი სურათი აუ როგორ მინდა რომ ეხლა ნახო როგორ განახოთ რატო იცავდა ზაქარია მხარგრძელი თამარს და როგორ შეძლო ზაქარია მხარგრძელმა რომ რუსუდანის ზეგავლენის ქვეშ არ მომხდარიყო რა აი ეს უკვე იმდენად კომპლექსური თემა არის რომ ამაზე აი უამრავი საათი მაქვს ჩაწერილი ვიდეოები უბრალოდ შეგიძლიათ ჩემს YouTube გვერდზე Liquid Dogma თამარის ლაივზე გადახვიდეთ და ნახოთ იქ თამარის ჯვარი აი ესეთი პლეილისტი არის და თამარის ჯვარში არის უამრავი ვიდეო ჩაწერილი თამარზე და მის ეპოქაზე და შეგიძლიათ თემების მიხედვით, სათაურების მიხედვით ამოირჩიოთ რა თემა გაინტერესებთ თამარზე. ნინო პაიჭაძე იყო გველუკაშვილის მოსწავლე. ერთად დავდიოდით კურსებზე. მე არ ვიცი მას რა აქვს თამარ მეფის საწინააღმდეგო, ან იმის საწინააღმდეგო, როდესაც მე ვიძახი რომ თამარ მეფის სახელს ვირქმევ
და თამარ მეფე არის ჩემთან ძალიან მჭიდრო კავშირში. მე არ ვიცი მას რა აქვს საწინააღმდეგო, მაგრამ ეს არის გველუკაშვილის ოინები, რადგან გველუკაშვილმა მომივიდა მე ეს ვიდეოები ძალიან შეფარულად და ძალიან გააზრებულად და ძალიან გამიზნულად თამარ მეფის საკითხი ის რომ მე ვაჟღერებ თამარ მეფეს სასაცილოდ არ ყოფნის და სასაცილოდ არ იყო ეს საკითხი რომ თამარ მეფე შეიძლება მეორედ იყოს მოსული და ამაზე სპეციალურად ლაივი ჩაწერა რომ ისეთი ადამიანები როგორიც თამარ მეფეა აღარ მოდიან მეორედ. ბებია შენისა მართლა რა მალხას უკაცრავად რა. კარგი, ერთი სიტყვით მე კიდევ ერთს გეტყვით რომ მეორედ კი არა და შეიძლება მესამეთაც დასჭირდეთ მათ მოსვლა და თუ ვითარება არ გაიწმინდება თამარ მეფეების მსგავსნი და ისეთების როგორც გიორგი წმინდა გიორგებია და ნინო წმინდებია შეიძლება მეორედ მესამედ და მეათედაც მოვიდნენ ასე რომ ნუ აბოლებ ხალხს მაგ თქვენი უაზრო გამონათქვამებით რომ ვითომ სადღაც პორტალში ვიღაცა გაქრება ან შევალთ და გადავალთ აუ მაგისთვისაც მოგეკითხება რა პირდაპირ გეუბნები რა წერტილს დაგისმე ვიცოდე რა და შენ ძალიან კარგად იცი ვინც ვარ მე ერთი სიტყვით ზაქარია მხარგრძელი გავაგზელებ ვერ ვნახე მათი აი გაჭრილი ვაშლივით გვანან ერთმანეთს თამარი და ზაქარია იმიტომ მითოდა მენახა ეს საკითხი ისინი იყვნენ ტყუპის სულები თუ არა დუალური სულები ან დუალურ სულებსა და ტყუპის სულებზეც უამრავი ვიდეო მაქვს ჩაწერილი და ამიტომ გითხარით რომ კომპლექსური თემა არის მეთქი და მათი შეხვედრა იყო ზეციდან დაგეგმილი მეგობრებო არ გიგონოთ რომ ტყუპის სულებისა და დუალური სულების შეხვედრა უბრალოდ ხდება სადმე ან რომელიღაცა წერტილში ზაქარია მხარგრძელი არის პირი რომელიც ყველაზე მნიშვნელოვანი პირი იყო იმ პერიოდში რა აი მე გეტყვით რომ თამარზე უფრო მნიშვნელოვანი პირი იყო ზაქარია მხარგრძელი რუსუდანის ლოვერი ესე რომ ვთქვათ რა როგორ ქართულად როგორ ითქვიან მაგას არც ვიცი ზაქარია მხარგრძელი არის ერთადერთი რომელიც აი იმ სისასტიკეში, იმ სიბნელეში, იმ სიდებილეში თამარს დაუდგება გვერდით და იტყვის თქვენ შიგ ხომ არა გაქვთ ბიჭო ძაღლებზე გამოცდილი ღმერთი მივიღო მე თქვენ იცით ეს რამხელანუგეშია ადამიანისთვის რომელსაც მეფედ ყავთ დაყენებული და ძაღლადაც არაგდებენ მის არს ბიჭო მაის სიტყვას კი არა ძაღლადაც არაგდებენ არც ერთი ადამიანი ამ საკითხს არ ეკომაგება გარდა ზაქარია მხარგრძელისა თქვენ ეს იცით რა ამ ხელა ნუგეშია ეს თამარისთვის თუ არ იცით ღმერთმა გაგაგებინოთ არავინ არ იძახის რომ ყველას გონია რომ თამარი მეფეა და თამარის სიტყვას ძალა აქვს აი ეს საზიზღარი დემნა როგორ მოკლა ზოგს ესე გონია ზოგს ისე გონია ნახევარი სვანეთი რომ თამარს აგინებს და ლანძღავს ნახევარი სვანეთი იცავს თამარს იმიტომ რომ საბოლოო ჯამში სვანებთან იპოვა თამარმა საერთო ენა იმ უმაღლეს ცნობიერებაში ასულმა რომელშიც რასაც ლაზარის ენით საუბარი ქვია და საერთო ენა ვისაც გააგებინა ისინი თამარს იცავდნენ იმიტომ რომ ხედავდნენ თამაში ჭეშმარიტ მართალ ადამიანს ხოლო ისინი დანარჩენები რომლებიც ძალაუფლება მოყვარეობას აყოლილი იყვნენ და ფულს და სიყლინჯებს ესე რომ ვთქვათ თამარ მეფეს ვერ შეიცნობდნენ და ეგონათ რომ აი მეფე, აი ამის გამო მოკვდა დემნა, აი ამის გამო მოხდა ის სიდებილები რა, ამის გამო ვკლავთ ხალხს, ამის გამო და ამის გამო ვიტანჯებით. გესმის? დღეს რომ თამარ მეფეს ვიცნობთ, ის ცხოვრება თამარ მეფეს არ გაუვლია. დღეს რომ როგორცაც ვიცნობთ თამარ მეფეს, ისე არც ერთი ადამიანი არ იცნობდა თამარ მეფეს ზაქარია მხარგრძელის გარდა და მისი 12 განდობილის გარდა. და ის რომ თამარი
დღეს გავიცანით, ეს ზაქარია მხარგრძელის დამსახურებაა და მისი თანადგომის თამართან მიმართებაში. არ გეგონოთ, რომ ვინმე თამარზე რამეს გაიგებდა, რომ არ ყოფილიყო ზაქარია მხარგრძელი რა. და რა თქმა უნდა, ზაქარია მხარგრძელის მეშვეობით შემდეგ დანარჩენი ის პირები, რომლებიც თამარ მეფეს უდგანან მხარში. უდგებიან თანდათან მხარში. ძლივს შეაგროვებს თამარი თავის მარგალიტებს, ძლივს გააგებინებს თავის ენას ამ ხალხს, მძლივს მძლიობით. უამრავი ცრემლის ღრის, სისხლით ცრემლთან თხეული თამარი იყო ზუსტად. არ გეგონოთ, რომ ეს სიტყვები ოდნავ გადაჭარბებით არის ნათქვამი შოთა რუსთაველის ვეფხისტყაოსანში. სისხლის ცრემლებით ატირეს თამარი. ბოლოს მუცელში შვილებიც მოუკლეს. შვილი მოუკლეს და ამას შეეწირა თამარი. სეფსისი დღეს გამოვიდა ეს თემა, რომ ქალბატონი, რომელიცაც 2 თვის შვილი ყავდა მუცელში, სეფსისით გარდაიცვალა. მოწამლეს ის გოგო. ისევე როგორც თამარი მოწამლეს 4 თვის ორსულობის ასაკში. თუ არა 6 თვის ორსულობის ასაკში. ზუსტად ვერ დავადგინე, მაგრამ სავარაუდოდ 5-დან 6 თვემდე იყო თამარი ორსულად, როდესაც ის მოწამლეს. აგვისტოში, ეხლა აგვისტოა, ხო? აგვისტოში რომ ზაქარია მხარგრძელი იძირება ზღვაში, ინდოეთიდან გამარჯვებული ბრუნდება. იანვარში თამარი გარდაიცვლება. აგვისტოდან იანვრამდე 5 თვეა, თუ 6 თვე, რამდენია გადაითვალეთ. 42 წელს ხდებოდა თამარი. ისეთი ახალგაზრდა იყო. როგორ ახერხებს ზაქარია მხარგრძელი თამარ მეფის დაცვას? ვერავინ ვერ აღუდგებოდა წინ ზაქარია მხარგრძელს თავის სიტყვაში, თუ კი ის გადაწყვიტავდა რაღაცას. და ვერავინ ვერ აიძულებდა ზაქარია მხარგრძელს თავისი სიტყვის გადათქმას. ვერც ჯადოქარი რუსუდანი და ვერც ჯადოქარი შავყვალყორნების საზოგადოება, ვერც მეფეები და ვერც დინოზავრები, ვერავინ. მტკიცე იყო თავის სიტყვაში ზაქარია მხარგრძელი, ძალიან მტკიცე იყო. ამიტომაც შეძლო მან თამარ მეფის გვერდით ჯდომა. დავითი არ იჯდა იმდენხანს თამარ მეფის გვერდით და დავითი არ ატარებდა იმდენხანს თამარ მეფის გვერდით, როგორც ზაქარია მხარგრძელი. მისი პირადი მცველი გახდა. ვინ გახადა მისი პირადი მცველი? თამარმა? ვინ უსმენდა საერთოდ თამარს? რუსუდანმა იცოდა, რომ თამარს ზაქარია მხარგრძელი უყვარს. რანაირად გახდიდა რუსუდანი თამარის მცველად ზაქარია მხარგრძელი თავის ლოვერს რანაირად გახდიდა მითხარით. ანუ მივდივართ რა დასკვნამდე? მივდივართ იმ დასკვნამდე, რომ ზაქარია მხარგრძელი იმდენად ძლიერი იყო, რომ ჯადოქარიც ვერ ერეოდა. და ამან იხსნა თამარი იმ სისასტიკისგან, რასაც აკეთებდა იმდროინდელი ეპისკოპოსი იყო თუ ვინც იყო ის სასულიერო პირი. ზუსტად ვერ დავადგინე, ვინ იყო ეს სასულიერო პირი. ის ალბათ ის, რომელიც დაჟინებით მოითხოვს გიორგი რუსი ჩამოვიყვანოთ და დავაქორწინოთ თამარზე, ვითომ ძალიან პროჭი ეწვის, რომ თამარი რო უქორწინოა და სამეფო კარს რომ ვაჟი არ უჩდება თუ მემკვიდრე. არა. მისი საქმეების გადაფარცხვა უფრო უნდოდა იმას, ვიდრე თამარ მეფის გაბედნიერება ან სამეფო კარის ვაჟიშვილის ან ქალიშვილის გაჩენა. ისტორიაში გიწერენ ყლინჯობებს. ისტორიაში წერენ იმ ამბებს, რომელი ამბებიც აწყობთ. ხოლო ის, რაც რეალურად გადაიტანეს ადამიანებმა, ეს ჩვენ უნდა გამოვიძიოთ. და არ არის დაფარული, რომ არ გაცხადდეს, ხდება სწორედ ეხლა. რაც დღეს ხდება, ის ხდებოდა მაშინაც.
უსასტიკესი ძალადობა მიმდინარეობდა ქალებზე და უსასტიკესი ძალა მიმდინარეობდა უსუსურ ბავშვებზე. პედოფილიაც მაგრად მოსული იყო და გავრცელებული თემა იყო და ქალზე ძალადობა ძალიან მოსული და გავრცელებული თემა იყო. რაც დღეს გამოდის ჩინში. მეც აღარაფერს არ ვიტყვი რა. თამარისა და რა თამარ საყვარელი ყავდა ვიღაცამ გააშორა. ესე იგი თამარ საყვარელი ყავდა? დედა აფეთქებულო უგუნურო ადამიანო, ვინც მაგას იცავს. გაეცანი ვაფშე თამარსა. სანამ თამარ მეფის პირიდან ამოგივა ეგ სიტყვა თამარ მეფე, გაეცანი ვინ იყო თამარი, თორემ დაისჭები მეთქი მაგის გამო რა. საყვარელი თქვენ არქმევთ, თორე მისი ყველაფერი იყო ცველიც, მამაც, რა ვიცი, ღმერთის და ყველაფერი იყო, იმიტომ რომ მხოლოდ ერთადერთი ადამიანი ედგა მხარში თამარ მეფეს იმ დროს. ვერავინ არ შეძლო დანარჩენმა. და მის გამო შეძლეს მერე ადამიანებმა თვალებიდან გამოხედვა. თამარ მეფე რო 12 ადამიანს იმას აგებინებდა, რასაც დღესაც ვერ იგებთ, მაგის დედავატერი გიხსნით და ვერ იგებთ. რა სანსკრიტი ჩვენ ანბანში რო ჩაიხედო და ლაზარე ნახოთ, ხო? იმ ხელა სიბრძნების პატრონია, რაც სიდონში გავხსენით, ამენის პატრონებმა, ამენით. ის გამოდის ახლა ჩინში გაოგნებულები უყურებთ ამ ყველაფერს, ჩვენ სიდონები. დღეს ვიტყვით და ხვალ უკვე ჩინში გამოდის ისეთ რაღაცეებს ხსნით. ამით მოიგო თამარმა და ეს სიტყვა გაიტანა ხალხში თამარმა. მის სიტყვას უძლიერესი ძალა ჰქონდა, რასაც იტყოდა, წყალი არ გასდიოდა, ყველაფერი ხდებოდა. ამიტომ შემოიერთა თამარმა შემდეგ სრულიად საქართველო და მამაკაცების საზოგადოება, ქალები მისი მტრები იყვნენ. ვერ იტანდნენ. კონკურენციას არ გრძნობდნენ მამაკაცები, ამიტომაც თამარმა მამაკაცებთან საერთო ენა დაამყარა. ვინმეს თამარი ბოზი ეგონება და რა აღარ დააბრალეს, ხან ცხენებთან იწვაოდა, ხან რა ვიცი რა, ქათმებს იჩრიდა ერთ ადგილშიო. იცით რა მეგობრებო? აი პირდაპირ გეტყვით რა, თქვენი სულიერი დაცემულობებიდან ნუ გამოდიხართ ხოლმე და თამარს ნუ აცხებთ იმ რაღაცა სიყლინჯეებს ძალიან გთხოვთ რა. ეს არის თქვენი დაცემული ბუნება. თქვენი დაცემული ბუნებიდან ფიქრობთ, რომ თამარი ან ცხენს მოითხოვდა და ან კიდე კაცებს ისვიდა ფანჯრიდანო რა. სავარაუდოდ ეს იყო რუსუდანი, თუ ეგეთი ვიღაც იყო, რუსუდანი იყო, რომელიც ჯერ ვითომ თამარის სახელით მოითხოვდა მამაკაცს, მერე წვებოდა მასთან და მერე ფანჯრიდანაც ისვრიდა. საერთოდ არავის არ ენახა იქ თამარი იყო თუ არ იყო. რო არ გამოსულიყო ეს, ბოლოს გაგიჟდა რუსუდანი. თავისი ლოვერი რო დაეუყვა, გაგიჟდა მაგით. ხო, და ასე აკეთებდა ზუსტად. თამართან ვინ მიუშვებდა, ბიჭო, ვინმე კაცს. ვინ მიუშვებდა, ვაფშე ვინ მიუშვებდა თამართან, ვინმეს. და ბოლოს იწყევლებოდაო თამარი. მეტის ღირსი არ იყვნენ. მეც არაფერს არ ვიტყვი რა. აი, ამ ჩემს მართლა ლამაზ ფეხებს და ამ ფეხებს რაც გადავეკიდე, ამ თქვენს აყროლებულ ფეხებს, ესე ვიტყვი, თუ თქვენ რამენაირად ხინჯი გაქვთ იმასთან დაკავშირებით, ან პრობლემა რომ მე ჩემ თავს თამარ მეფე უწოდე, მე რო თამარ მეფე გავაცოცხლე, ისე მითხარით კიდე ვინ გააცოცხლა რა, და მერე უწოდეთ თქვენს თავს თამარ მეფე რა. მე მაქვს ეს უფლება, მომცა თამარმა ეს უფლება რომ ვუწოდოთ ჩემ თავს ეგრე. და ჩააფურთხეთ ყველა ვისაც პრობლემა გაქვთ ამაში რა. გველუკაშვილებიან დაწყებული, მისი წიწილებიანა დამთავრებული რა. თქვენ ბრმა ხალხო თქვენ. ყრუ და ბრმა ხალხი ხართ. დაგესვათ წერტილი, შო მორჩა. აი ეს წერტილი დაგიშვით. თქვენი დასასრული იყოს. თქვენი დასასრულია ზეცაში უკვე რა. ბოღმა ხალხი ხართ. იმაზე ბოღმა ხართ, ვიდრე ჩან ხართ. მათ შორის გველუკაშვილის ყველა მოწაფეზე ვიძახი,
რეალურად ყველა ბოღმა მოწაფე გაზარდა რა. და საბოლოო ჯამში მე მაგას რო დავაფიქსირე, რისთვის მიმიყვანა მან ჩხიბაობით, დედას მიცავარ ეგრევე დავადე. მე თქვი აქ რა მინდა ბიჭო, მე აქ რა მინდა. კაცი კითხვებზე პასუხს ვერ ვცემდა, მაიგნორებდა ყველა კითხვას აიგნორებდა ჩემსას. და ბოლოს მივუხვდი. რასაც აკეთებდა და რამ ჩხიბაობასაც აკეთებდა. და იქვე ჩავაჭირე. არ გცხვენიათ ბიჭო, არ გცხვენიათ, არ გეშინიათ, მაინც თქვენ მაინც იცით რომ იმიერი სამყარო არსებობს და მოგეკითხებათ. თქვენი ცოლიან დაწყებული შენ რა გგონია რომ უსამართლობა ხდება ამ სამყაროში, როდესაც შვილს გართმევენ? აბა კარგად დაფიქრდი, რატო წაგართვეს ეგ შვილები? და თითი არ გადაგიცდეს, კიდევ ერთხელ გეუბნები და რამე არ გააკეთოთ ჩემთან, თორე პირდაპირ უკან მოგიტრიალებ და კარგად იცი ვისაც მიუტრიალე მე ყველაფერი უკან. და კარგად იცი ვინ ვარ. თითები არ გადაგიცდეთ მეთქი და ჩემზე რამე ცუდი არ გააკეთოთ და არ დაწეროთ, თორე მიგეწერებათ სამარე, სრულიად ყველა სივრცეში და ყველა დროში რა. ბიჭო, თამარ მეფეს თავი დაანებეთ საერთოდ რა. და არავის საკუთრება არ არის თამარ მეფე რა. თუ თამარ მეფეს ახსენებ, მაშინ ჯერ მისი ტყივილები განიცადე ბოლო წვეთამდე რა. ნუ გააკერპეთ და ნუ დაუბნელეთ ხალხს თვალი. წავედი ახლა მეგობრებო, კითხვები ხომ არ გაქვთ, შეიძლება კითხვები გაქვთ და დღეს რაც ხდება მეგობრებო, მე-12 საუკუნის სარკია. ოდნავ სხვა ფორმით რა, ახლა შეიძლება სხვადასხვა ადამიანებში გამოვლინდეს ის თემები, რა თემებიც იმ დროინდელი სამეფო კარის თემები იყო. ასევე პირველ საუკუნეში ჯვარცმა როგორ მოხდა. ეს ყველაფერი აისახება, ნახეთ, ხო აი არის რამდენიმე სივრცე, რომელიც ექცევა ერთ ხაზში და ესე გაიხედავ ერთ სივრცეში გადის ესე იგი პირველი საუკუნე, მე-12 საუკუნე და დღევანდელი საუკუნე ესე გასწორდა, გაუსწორდა ერთმანეთს ლარში რა. მართლა გეუბნები და ვიჭურიტებით, აი პირდაპირ ვიჭურიტებით, რომ რა ხდებოდა და ზუსტად ერთი და იგივე წრე იყო. ერთი და იგივე დაბადებიდან გარდაცვალებამდე ერთი და იგივე ვითარებები იყო. ისევე როგორც კაიაფასა და ანას ვითარება ქრისტეს მიმართ, მე-12 საუკუნეში ჯადოქრებისა და რუსუდანის ვითარება თამარის მიმართ, ისევე როგორც დღეს იმ უსამართლობების მიმართ, რაც გიგა ავალიანს გაუკეთეს, ნატა ვიბლიანს გაუკეთეს და სოფო ბიბილაშვილს გაუკეთეს. აი ეს და კიდევ ბევრი სხვა საკითხები რა. უბრალოდ ეხლა არის ცვლილება რა. ჩვენ სიდონებმა ამ საკითხს წერტილი დაუშვით და ვთქვით, რომ ჯვარცმა აღარ მოხდება. მეორეთ მოსვლა მოვიყვანეთ. თუ კი ამბიონებიდან მოგვილოცეს, რომ ქრისტე არ მოვა 10 წელი კიდე გადავდეთ და მის ნახვას 10 წელი კიდე მადლობაო ქართველებო, რომ აღარ ვიხილავთო ქრისტესო 10 წელი კიდეო და მოჩხიბულმა მოჯადოებულმა ქართველებაც რო იტაში დაუკრეს ამ ადამიანს, ჩვენ სიდონებმა თქვით, რომ არ გვინდა ჩვენ 10 წელი კიდე გადადება, ჩვენ ახლა და ამ წამს გვინდა ქრისტე ვიხილოთ. და ცანით. და გამოდის ყველაფერი საშინელი სამსჯავრო დაიწყება მეთქი რო თქვით, აი ზუსტად მაშინ დაიწყო საშინელი სამსჯავრო სვანეთიდან. სადაც თამარია რეალურად დაკრძალული და სადაც თამარის აკლდამა არის. და სადაც თამარის აკლდამაში ჩასასვლელია, მაგასაც ვერ დამალავენ ურიები, რომლებიც დღეს კლიტულით, 9 კლიტულით იცავენ იმ მაცხოვრის ეკლესიას და სვანებსაც არ უშვებენ შიგნით. სვანებსაც არ აქვთ უფლება რომ შიგნით შევიდნენ. თავიანთ მცველ ბიჭო 840 წლის განმავლობაში იცავდნენ თამარის აკლდამას და ეხლა ეს ურიები არ აძლევენ იმის უფლებას რომ იქ შევიდნენ, სადაც სვანების ყველაფერია. გამოფხიზლდით სვანებო, რა გჭირთ? წავედი ახლა მე უშკულში ყველა სვანი გადაასახლეს და ჩაასახლეს სხვები. სვანები იქ აღარ ცხოვრობენ.
ადგილობრივი მაცხოვრებლები ძალიან ცოტანიღა თუ არიან, უმნიშვნელო რა. ხოლო ყველა ვინც შეასახლეს, რა მიზნებით შეასახლეს, ეგ იფიქრეთ. მათ ხელშია გასაღები. იმ მაცხოვარის ეკლესიის გასაღები მათ ხელშია. არავის არ აძლევენ. 9 კლიტი ადევს, 6 კლიტი ადევს კარს და 2 სათვალთვალო კამერა უყენია უკვე. მას მერე რაც მე გავაცხადე ეს საკითხი. და სასაცილოდ კი ავდა მიიჩნიოთ, უნდა გამოფხიზლდეთ, რომ თავზე არ დაგექცეთ სადამიწა. კი არ უნდა იხითხითოთ და იხარხაროთ, უი, თამარ მეფე ყოლია. უნდა გამოიძიოთ, სად ყოლია თამარ მეფე. და სულ ცოტა პატივი უნდა მიაგოთ და მიხვიდეთ მის აკლდამასთან. გველების დასასრულია. წავედი ახლა გველების და გველუკების სხვათა შორის. გველუკა სხვა რამეა. აგერ სისინებდა ჩემთან რამდენიმე კვირის წინ გველუკა. მართალი გველუკა. გველი არა, გველუკა. ამხელა. და ამსისქე. აბა გემშვიდობებით თამარ მეფე. თქვენი თამარ მეფე. ვაი, თქვენს პატრონს, ვისაც ამის გშურთ.